Aux enfants de la patrie, le jour de gloire est arrivé. Contre nous de la tyrannie, l'étendard sanglant élevé, l'étendard sanglant élevé. Entendez-vous dans les campagnes mugir ces féroces soldats? Ils viennent jusque dans vos bras, égorger vos fils et vos compagnes. Aux armes, citoyens, formez vos bataillons. Marchons, marchons, qu'un sang pur abreuve nos sillons. ესე იგი, დღეს პრესრევიუს მე და დემური წაუძღვებით გიორგ ხელიძე, ანალიტიკოსი და გიორგი ბურჯანაძე გეოპოლიტიკის საკითხებში და ესე იგი პირველი საკითხი ასეთი მაქვს მე ჩემთვის შემონახული გუში მარშრუტკით ვიმგზავრე ჩემო დემურ ეხლა რა მინდა მე მინდა ქალაქის მერიის სამსახურებზე ვისაუბრო ამ შემთხვევაში და უბრალოდ მარშრუტკით რო ვიმგზავრე ჩემი ესე იგი შტაბეჭდილება გაგიზიარო რა ამ ძღოლებს მარშრუტკის ძღოლებს 7 წლიანი ხელშეკრულება აქვს დადებული და დღეში იხდიან 63 ლარს ეს გამოდის რომ 22000 ლარზე ანუ 2900 ლარი გამოდის თვეში გადასახდელი მათგან. ანუ წლის განმავლობაში 900 ლარი მოვაკლოთ რომ ესე იგი დღეში 10 ლარი დააკლეს ეხლა რომ ვითომ ესე იგი კონდიციონერი იყოს ჩართული წელიწადში ესე იგი მიაქვს დაახლოებით თვითონ მანქანაზე 22000 ლარი. 7 წლის განმავლობაში ეს ამ მანქანის ღირებულება გამოდის 160,965 ლარი ერთი მანქანა და ეს ბიზნესი შემოიტანა სააკაშვილმა თბილისში გაგვიძვირა გადასახადები 80 თეთრი გაგვიხადა და გამოგვიცხადა ასე და ამგვარად რომ რა ვქნათ რომ შეიძლება კიდევ უფრო გაძვირდესო მაგრამ ეს ხელისუფლება ხო გვირდებოდა ჩვენთან ერთად ვამბობდით რომ ეს ვაპროტესტებდით რომ გვატყუებენ ბატონებო გვატყუებენ და 160,000 ძალიან დიდი თანხაა ერთ მანქანაში და მით უმეტეს საწყალი ძღოლისათვის რომელმაც 7 წელი უნდა ემუშაოს ესე იგი დიზელის ფასის იხდის დაზღვევას იხდის მანქანის რემონტის იხდის პაკრიშკებს და თლიანად განახლების მანქანის ფულს იხდის და შემდეგ ესე იგი ჩვენ ხელფასი ხო ჭირდება შვილები ხო სარჩენი ყავს და რომ არ არის კონდიციონერი მე უყურებდი რა მასმედიის საშუალებებს ძღოლები გამოიყვანეს დამნაშავეებად და დასაჯეს. სუფთა წყლის მონები არიან. მონურ პირობებში მუშაობენ. ხალხი გადატვირთონ მარშრუტკები შემდეგ აუტანელია იქ მძღოლობა. აუტანე და შემდეგ ესე იგი უსაფრთხოების თემა ეს უკვე ცალკე სალაპარაკო ანუ თემა ისე შემოიტანე მძღოლები მოკლედ მძღოლები ისე დაჩაგრული მძღოლები კიდევ უფრო დაჩაგრეს. აქ ყავს კიდევ მერია. ეხლა რა არის იცი? მძღოლებში არ არის მარტო საქმე დაუშვათ ისინი ხმას ვერ იღებენ და ხმას ვერ იმაღლებენ, მაგრამ ჩვენაირი ადამიანები რომ მოატყუა, მე მაქვს სხვანაირი ისა რომ მოატყუა. რას ფიქრობ მე რომ შერჩება დაუშვათ ჩვენაირი ადამიანების მოტყუება, ვის თავის სინდისის, თავისი პატიოსნება იმაში დადო ეს ადამიანები, ნუ ჩვენ ხო ვთქვით რომ აირჩიეთ, მოდი ეს და გადავრჩებით და რაღაცა გვეშველება რა. მოდით ასე ვთქვათ, რაგი 25 წელი არავის უგია პასუხი პოლიტიკური შეცდომებისადმი და იმ ძიმე მდგომარეობისადმი, რაც მათმა არასწორმა პოლიტიკამ მოიტანა, ბუნებრივია გრძელდება ეს განწყობა და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი უკვე აღარ ფიქრობს ამაზე, რომ რაიმე შეიძლება მოეკითხოს, უпростоრად დარწმუნებულია, რომ არ მოეკითხება. შევარდნაძე არის მაგალითი, რომ არ მოეკითხა და შევარდნაძის ეპოქა, რომელიც დაიწყო 1972 წელს, ჯერ საქართველოში არ დამსრულებულა, შევარდნაძის ეპოქა არის ეს არის ის მანკიერი სტილი მმართველობისა, რომელიც მის დროს დამკვიდრდა, ეს სიყალბე, მაჩვენებითობა
მან გამოზარდა პოლიტიკური ელიტა, რომელიც მართავდა და მართავენ დღესაც ხელისუფლებაში საკმაო ნაწილში, ამიტომ ჩვენ ვერ შევძლებთ განახლებაზე საუბარ, სანამ ქართული საზოგადოება არ მოახდენს პოლიტიკური ელიტის შეცვლას. საქმე რაშია, იცით, მოდით ანალიზი გავაკეთოთ ისე, რომ ყოველგვარი ემოციების გარეშე ვისაუბროთ. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში. ეს არის პოლიტიკური ბაზარი. ეს არის ტრაგედია საქართველოში, როდესაც პოლიტიკურ ბაზარზე არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღებიდან ჩამოაცილონ ვიწრო პარტიულ ფარგლებში მოქმედი ან პოლიტიკანური მიზნების მქონე პოლიტიკური ძალები. ანუ მიიღონ ის პროგრესული გადაწყვეტილებები, რომელიც ჭირდება ეკონომიკას, რომელიც ჭირდება საზოგადოების განვითარებას და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ ხარბი ადამიანი. ესე იგი, ეს არის ერთნაირი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ელიტა. აქედან ვიღაცას უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიღაცები დათანხმდნენ ნაცუბრალით, რომ იტყვიან კვებას. ვიღაცები დათანხმდნენ მარიონეტულ, ანუ სატელიტი პარტიებად, ინფრასტრუქტურა შეივსო. ეს პოლიტიკური ინფრასტრუქტურა შეივსო იმ მახინჯი არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებიც გარედან იკვებებიან, მე არ ვსაუბრობ იმ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საკუთარი ინიციატივით, საკუთარი რისკის ფასად შრომობენ და აბსოლუტურად ყოველგვარი დაფინანსებებისგან თავისუფალი არიან, რაც მათ ძალიან სერიოზულ სირთულეებს უქმნით, ხო? ესე იგი, პოლიტიკური ინფრასტრუქტურა შეიქმნა. ნახეთ რა არის პოლიტიკური ჯგუფი, არასამთავრობოები, სატელიტი პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო სივრცე, სხვადასხვა მედია საშუალებები და ეს ქმნის ფონს, რომელიც იძლევა იმას, რომ ამ პოლიტიკური ძალის მხოლოდ ვიწრო პარტიული პოლიტიკური ინტერესი იქნას წინ წაწეული. სხვა მხრივ ეს საქმიანობა შედეგზე არ არის ორიენტირებული, ქართული საზოგადოება ჯერჯერობით შედეგს არ თხოვს პოლიტიკურ ძალას, იგი ისევ ემოციურ დონეზეა, ვიღაც მოწონს, ვიღაც არ მოწონს და ამ ტოტალიტარიზმში ჩავარდნილი ვართ ამ ჭაობში, ხო? მაგრამ გამოვდივართ, უნდა ვთქვა, რომ ვერ გამოვდივართ. ამიტომ მოდით ასე ვთქვა. გამოვდივართ ის შედეგები, რაც შეერთებული შტატების გამოკითხვა მაჩვენა დემურეს ნიშნა 27% უკვე ძიებაშია ახალ პოლიტიკურ ძალას ეძებს აქტიურობა მატულობს. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან კარგად ვიცი, იცით თქვენ, მე ოჯახი მაქვს ამერიკული, ამიტომ შიგნიდან ვიცი, თანაც ემიგრანტებში გაზრდილი ვარ, ამიტომ დასავლური სამყარო ჩემთვის ისეთივეა, როგორიც ქართული სამყაროა, ეს არ არის ის სამყარო, ის მახინჯის სახე დასავლეთისა, რომელიც საქართველოში ეგრეთ წოდებული მედასავლეთელების მიერ იქმნება, ასეთი დასავლეთი არ არსებობს, დასავლეთი ძალიან მძლავრი კულტურაა. საოცარი რამ არის, ჩვენ ამერიკის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს. არა, მე აქ უბრალოდ გამოკითხვის შედეგი. დიახ, გეტყვით, პაპერებას და ის 27% პირიქით მე მიმაჩნი, ეს უფრო მეტიც არის. არა 27, არამედ 27, შეიძლება 57%-ია, რომელიც ძიებაშია. ქართულ საზოგადოებას დღეს აკლია უბრალოდ ერთადერთი. ქართულ საზოგადოებას აკლია არა მარტო ის, რაც შენ თქვი, არამედ არის მეორე, ის, რასაც მე უწევ პროპაგანდას და ვცდილობ, რომ ეს ყველა მოქალაქემდე მივიტანო. თვით ორგანიზაცია. დიახ, ბატონო. დაანებეთ თავი ბელადების, მხსნელების, პატრონების ძებნას, თუ თქვენი ოჯახებისა და თქვენი შვილების მომავალი გაწუხებთ და გაწუხებთ აუცილებლად, მაშინ ჩვენ ყველაზე დიდი რამე უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ერთმანეთთან უნდა მოვძებნოთ გზები და შევთანხმდეთ იმისათვის, რომ ჩვენ რაც გადავიტანეთ, იგივე არ გადაიტანონ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა, იცხოვრონ ღირსეულ და ღირსეულად განვითარდნენ, თავიანთი ნიჭი უნარი განავითარონ, ჩვენი ოჯახები იყოს მომავალში ჩვენს შემდეგაც განვითარების გზაზე, ჩვენ გვჭირდება შეთანხმება, როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, როგორი თამაშის წესები პოლიტიკურ ინტერესებზე და ეროვნულ თანხმობაზე აგებული სახელმწიფო. შეთანხმება არის დასავლური სამყაროს ყველაზე დიდი საფუძველი, იცი შენ ეს გიორგი კარგად და ეს შეთანხმება ჩვენს საერთო მომავალზე, ჩვენ იმასაც უნდა შევთანხმდეთ, რომ განსხვავებული აზროვნების, განსხვავებული ცხოვრების მქონე ადამიანები მშვიდად ცხოვრობდნენ ჩვენს გვერდით და ისინი ცხოვრობდნენ, რომ იტყვიან
ჩვენ ვცხოვრობდეთ მათგან მშვიდად, ხო სწორია ეს იყო შეთანხმება, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვურტყათ თავში ჩვენი აზრები და ჩვენი, მაგრამ ეს არ არსებობს, ამიტომ არის ეს ტოტალური დაპირისპირება, ის ბოლშევიზმი, მე ამას ვუწოდებ ნეობოლშევიზმს, რომელიც დღეს ნახეთ თითქოს და დასავლური ორიენტაციისაა, ხო სწორია და ამ დროს ნეობოლშევიკია სულით გულით საზიზღრად იქცევა. ჩვენ იგივე გზას გავდივართ. მათმაც გაიარეს ეს ტირანიის გზა, მათმაც გაიარეს. მაგრამ გაიარეს და შიგა დაპირისპირებების გზაზე დასავლეთში ყოველთვის გაიმარჯვა პროგრესულმა. რატომ გაიმარჯვა? იცით თქვენ კარგად. იმიტომ რომ ინტუიციურად პრაგმატული ხალხი არჩევანს აკეთებდა პროგრესული ძალის სასარგებლოდ. იქაც წინააღმდეგობა იყო, იქაც იყო რეგრესული ძალები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ საზოგადოებებმა იმ სამოქალაქო დაპირისპირებებში სხვა მომენტზე მინდა ხარი დაუჭირეს სწორედ პროგრესულ ძალას. ზუსტად ამ რეგრესულ ძალებს შეეძლოთ გამარჯვება, მაგრამ კიდევ ერთმა რეგრესულმა ძალამ ეს სისტემა დაამარცხა. თელ აღმოსავლეთ ევროპას ნაცრისფერი, ასე ვთქვათ, ჭირის მაგივრად მოედო წითელი ჭირი. მაგრამ ეს სოფლიო ამას არ შეურიგდა და ესეც დაამარცხა. მაგრამ ჩვენთან რატომღაც ეს ჭირი ჭირად დარჩა და ჩვენ ვერ ვიცილებთ. ჭირად დარჩა, იმიტომ რომ ეს უკვე მენტალური პრობლემა არის და ჩვენ ჯერჯერობით ვერ გამოდივართ იქედან, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი ადამიანის ინიციატივას ერთმანეთი რატომ განვითარების საშუალება აქვს მხოლოდ ღია სისტემებს. მხოლოდ ღია სისტემას ახასიათებს თვითორგანიზაციის უნარი. ჩაკეტილ დახურულ სისტემებს თვითორგანიზაცია არ გააჩნიათ და ისინი აუცილებლად კრახს განიცდიან. ამიტომ ასეთი საზოგადოება ჩვენ ვერ ვიქნებით, ჩვენ უნდა ვიყოთ ცივილიზებული, განვითარებული ქვეყანა. ამის ყველა საფუძველი არსებობს, ჩვენ გვჭირდება შეთანხმებები და ჭირდება ნორმები, რომლებიც ადამიანებს შორის ურთიერთობის ყველაზე დიდი მარეგულირებელია. შეთანხმება პლუს ნორმა, აი რა აკლია ქართულ საზოგადოებას. მაპატი ახლა გავაგზავნებ მე კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, მინდა დავანახო საზოგადოებას ამ თუნდაც ამ ხელისუფლების სტაცებლური სახე. იმიტომ რომ ერთი კარგი ადამიანი, თუნდაც ისეთი ადამიანი, როგორც დღევანდელი ჯანდაცვის მინისტრი, ეს ვერ შექმნის სისტემას. რა სისტემა უნდა შექმნას პოლიტიკურმა ძალებმა, რომელიც არ არის. შემდეგი საკითხი, რომელშიც ჩვენ მოტყუებული სისტემა იქნება ანონიმურად. რა თქმა უნდა. შემდეგი საკითხი, რომელშიც ჩვენ ყველანი მოტყუებული, გადაგდებულები და მომავალში კიდევ უფრო დიდი გადაგდების და ძარცვის, ესე იგი, ობიექტები უნდა გავხდეთ, ეს არის კომუნალური მომსახურება და მე საზოგადოებას ვეუბნებოდი, რომ აუცილებლად გაძვირდება გაზის, სინათლე საქართველოში. აი მიმართულებით როგორცაც მივდივართ, ხო? დღეს მე ვფიქრობდი ეს იქნებოდა სექტემბერი, ოქტომბერი თუ ნოემბერი, შემდეგ ვფიქრობდი ოქტომბერი, მაგრამ დღეს გითხრეს, რომ 10 უკვე შეტანილია შესაბამისი დოკუმენტაცია მარეგულირებელ კომისიაში და სადღაც სავარაუდოდ 10 სექტემბრიდან გაძვირდება ჩვენთან ტარიფები. ამ შემთხვევაში დემური მე მინდა დავანახო თუ რა რესურსი აქვს ქვეყანას, სინამდვილეში როგორი უნდა იყოს ჩვენთან ტარიფები, როგორია შესაძლებელი და შემდეგ მივხვევთ იმისა, ჩემი პატივისცემისა ენერგეტიკის მინისტრის მიმართ და მართლა კაცურად იდგა იქ იმ მოედანზე, მაგრამ ერთი არის პიროვნული ის რაც მოხდა საქართველოში ამ ტრაგედიით, დინარე ვერას ტრაგედიასთან დაკავშირებით ვამბობ, მაგრამ მეორე საკითხი არის თუ როგორ იმართება ჩვენი ენერგოსისტემა და რა მომავალი გველის სულ რაღაცა ორ თვეში, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად და არ ვიცი ალბათ საქართველოს ბევრი მოსახლისთვის ეს ტარიფიც კი ძალიან მაღალია და მიმაჩნია რომ არაადეკვატურად მაღალია, რამე თუ ჩვენ გვაქვს რეზერვი იმის რომ ასეთი მაღალი არ იყოს ეს გადასახადები და კიდევ უფრო მომატება და რა მდგომარეობაში ჩააგდებს, ამიტომ დემურ მე მინდა საზოგადოებას გავმომართოთ აი ეს რესურსები რა გვაქვს, რა ფასებია და როგორი უნდა იყოს დღევანდელ პირობებშიც კი. შემდეგ გადავარ უკვე ლარის საკითხზე რა. 2013 წლის დასაწყისში თითქმის 3 თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიური საინფორმაციო რომ იტყვიან ომი მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მთავარი მონაწილე მე გახდით, გახსოვთ რომ საშინელი წინააღმდეგი ვიყავი იმ ინიციატივებისა, რასაც ახლად მოსული ხელისუფლების მთავრობა ყოველად უსაფუძვლოდ კიდე გეუბნებით საჯაროდ ისინი ვერასდროს ვერაფერს დაამტკიცებენ, იმიტომ რომ ტარიფები დათვლილია, ჩვენ გავაკეთეთ და მე გადავეცი მედიას და მათ ტელევიზიაში არაერთხელ გააშუქეთ, როგორ ამტკიცებს ტარიფებს სემეკი, ყველა პუნქტი,
და გვერდით გაანგარიშებები გავაკეთეთ დამოუკიდებელი პროფესიულ დონეზე, ყოველგვარი ემოციით, სადაც ციფრებზეა საუბარი, თქვენი და ჩემი სიმპათია და ემოციები არაფერს არ ნიშნავს. ისევე როგორც არ ნიშნავს ბატონი კალაძის განცხადებები არაფერს. გამიგეთ, არა, ნული, რატომ იცით ციფრებზე ვსაუბრობ. თუ ამას შევადარებთ, მაშინ დღეს მიუხედავად იმისა, რომ ლარი დევალვირებულია, ვერც ერთი გონიერი ადამიანი ვერ დაამტკიცებს იმას, რომ ტარიფები უნდა გაიზარდოს. ჯერტი ტარიფების ოპტიმიზაცია უნდა მომხდარიყო თავის დროზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყოფილიყო სერიოზული იმპულსი განვითარებისა, ამის ნაცვლად მოიგონეს რაღაც მაპატიე და სისულელე 100 კილოვატამდე ვინც ხარჯავს ელექტროენერგიას იმისთვის გააკეთეს თითქოს დაბალი ტარიფი, ჯერტი ეს ბიჯური ტარიფები გასაუქმებელია. ტარიფი ერთნაირი უნდა იყოს ყველასთვის, შეიძლება იყოს სეზონური ტარიფი, შეიძლება იყოს დღეღამის ტარიფი, მაგრამ ტარიფი უნდა იყოს ერთნაირი და იგი უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე დღეს გამოდის ბიზნესისათვის. და რა მივიღეთ? ეხლა კვლავ როგორც კი საბაბი გაჩნდა მიზეზი. და ესე იგი ამიტომ, ესე იგი იმ ენერგო ჯგუფებმა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მეშვეობით დაიწყეს ლობირება. დემურ, ერთი მინდა შეგახსენო, ჩვენ არაერთხელ გვითქვია, რომ მონოპოლისტური ჯგუფები უნდა დაიშალოს. ეს ენერგოპრო ზუსტად რომელიც მათ შემოიყვანეს ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, ეს არის წმინდა ენერგოპრო არის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის, ყველა ერთმანეთზე უარესები იყვნენ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უარესი პრემიერ-მინისტრის პირმშო, ეს მან გააკეთა ეს თავისი ფირმა, აბსოლუტურად უკანონოდ შექმნილია, პრივილეგიები აქვს, არაფერი, კი, მაგრამ მოდით ლარი არ ჩაუდია ინვესტიცია. არაფერი არ ჩაუდია, გამზადებული მიიღო, ამიტომ საბაზრო ეკონომიკა თუ არის და დღეს ენერგოპრო ვერ უვლის თავის საქმეს, კეთილინებონ, გაკოტრებულად გამოაცხადონ თავი, გაიყიდება ბიზნესი, გაჩნდება ახალი პატრონი, ეს არის საბაზრო ეკონომიკა და არა ის რომ მინისტრების მეშვეობით ის კალაძეც ბატონი იგივე იმ პრემიერ-მინისტრის ბიზნეს პარტნიორი, ამიტომ სრულიად გასაგებია. მის მოდით რა ეხლა თუ გვინდათ სულელების როლში აღმოჩნდეთ, მოდი ვისულელოთ ხო. თუ გვინდა რომ ცოტა უფრო ისეთი ვიყოთ რომ მოქალაქის პოზიციიდან ვისაუბროთ, მაშინ სხვანაირად უნდა ვისაუბროთ. რა არის გასაკეთებელი? მე თქვენ გთავაზობთ მარტივ რაიმეს, არაერთხელ გამკეთ. მოდი ყველაზე ისეთ ტელევიზიაში, რომელსაც საქართველოში წვდომა აქვს, მოდით საზოგადოებრივ მაუწყებელში. გავაკეთოთ დიდი დაფა. ჩამოვწეროთ სემეკის მიერ როგორ ითვლება ტარიფი. მე ყველგან მივაწერ თითეული ციფრის ალტერნატივა, ზოგი იგივე დარჩება, ზოგი არა. განსაკუთრებით დანაკარგებია გაბერილი კიდე სხვა რაღაცები. 10%-იანი დანაკარგი, 12%-იანი. წარმოიდგინეთ, ეხლა თქვენ გაზი, ესე იგი ბუნებრივი აირი საქართველოში, ეხლა თბილისში 9 რაღაც 65 იყო, მე მგონი თუ 25 არ მახსოვს ბოლო ორი ციფრი, ესე იგი ამდენი ის ბუნებრივი აირი რო ჟონავდეს, დანაკარგებში მიდიოდეს, თქვენზე ასანც ვერ აანთებთ თბილისში. ევროპული ნორმები ვთქვათ 1 მაქსიმუმ 2%. ზედმეტი დანარჩენი კიდე სხვა რამეა ყველაფერს ჩამოართმევენ. ესე იგი რა ვიცით, რატ უნდა ამას იწილო, რატ უნდა ამას განცხადებები, რომ ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ვის ემუქრება ენერგეტიკის მინისტრი, კიდე გეუბნებით, ხალხს ემუქრება, რა იმ ხალხს, ვინც მოიყვანა იტალიელები ამბობენ რა გაგიჭირდათ ფეხბურთელი რო ყავთ ვიმათო მინისტრად ხო სწორია ისე იგი რა გაუჭირდა თქვა საქართველოს საზოგადოებას რომ ენერგეტიკაში ისეთი ადამიანი არ იყოს მინისტრად რომელმაც საქმე იცის და ასეთ ლობირებას არ გააკეთებს ხის ამიტომ რა არის იცი თუ გვინდა რომ გვადურაკებდნენ და გვადურაკონ ჩვენ წარმატებით გვადურაკებდნენ ну ყოველ შემთხვევაში მე ამაზე ყოველთვის პროტესტს გამოვთქვამდი მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი იღებდა ამას და სიმპათიის გამო ხო სწორია იღებდა საკუთარი ოჯახის რომ იტყვიან შევიწროებას იტანს იმის გამო რომ მოსწონს ვიღაცა გამიგეთ არა ესე იგი საკუთარი შვილების მომავალს ანაცვალებს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს გამიგეთ არა ეს არ არის ამომრჩევლის პოზიცია ამომრჩეველი ფიქრობს ხელისუფლებას მოთხოვოს ის რაც მის პირად საქმეს შრომას წინ წაწევს დემურ მინდა კიდევ ერთი მაგალითი გითხრათ
ერთი წელი და ცოტა კიდევ მეტი დროც გავიდა საქართველოში ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ არის 42 მილიარდის ოდენობის გაზის მარაგი აღმოჩენილი. ამის შემდეგ, როგორც კი ეს წამოწდათ, ეს საქმე დახურეს და მოსპეს. გაზის მარაგზე ხმას არიღებენ, ნავთობის მარაგზე ხმას არიღებენ. ვერთმა დაიფაროს გია საქართველოს ნავთობის მარაგის აღმოჩენიდან გაზის მარაგის. რაც არის, იმაზე უარს ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში მე ამის დაუბაძე შეერთებულ შტატებში მქონდა საუბარი, ჩვენი აზრები პრინციპში ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში დაემთხვა ერთმანეთს. მე ვუთხარი მათ, რომ ეხლა თქვენ აკონტროლებთ ამ სიტუაციას და ღმერთთან უკრას გამოაჩინოთ რაიმე თქო რა არიცით ამ მოუწყობელ ქვეყანაში. საკმარისია გაჩნდეს ნავთობი და გაზი და სახელმწიფო ელიტა გაჩენილია ეს ნავთობი. სახელმწიფო ელიტა ნიგერიაზე უარეს აქცევს. გაჩენილია ეს ნავთობი და გაზი და იმიტომ ვართ ნიგერიაზე უარესი. მე დღეს არ ვიცი სად მიდის ეს ნავთობი და იმიტომ რომ ამის ამოღებას იქიდან ამდენი დრო არ ერთი თვე საკმარისია. ნავთობი ჯერ კიდე კომუნისტების დროს 3 მილიონი იყო, 300,000 ოდენობით ჯერჯერობით მოპოვება ყოველ შემთხვევაში დიდი არ ხდება, არცაც 200-დან 300,000 ტონამდე ყოველწლიურად შევარდნაძის დროსაც კი ხდებოდა. სააკაშვილის დროს ეს იყო დახურული და მერაბიშვილი განაგებდა და ამ თემაზე კიდევ ამბობ, ეს არის დახურული თემები. შემდეგი თემა ეს არის ფასი გაზზე. რახან ნავთობპროდუქტებზე ცირდება ფასი შესაბამისად 50%-ით მოიკლო როგორც მოგეხსენება, შესაბამისად უნდა შემცველებულიყო გაზის მომწოდებელი. გაზი ეს არის კიდევ უფრო საშინელი ჯგუფი, მხოლოდ თბილისიდან. მე რატო ვამბობ ამას? იგივე უკრაინა მაგალითად იმ ფასებს აღარ ეთახა რუსეთის $246 აღარ ეთახა 247 არა. გასაგებია, მაგრამ რუსებიც ეხმარებიან უკრაინელებს ამ შემთხვევაში, ამიტომ არ არის მარტივად საქმე, $247 არ არის დიდი ფასი დღევანდელ საერთაშორისო დონესთან შედარებით, თუმცა უკრაინელები ნაკლებს იყვნენ მიჩვეული. მოკლედ რაღაცაზე შეთანხმება მოხდება. ასე რომ რა რიცით, ეს თემა არის არა სახელმწიფო ინტერესებიდან წამოსული, ეს არ არის ეკონომიკის განვითარებიდან წამოსული თემა. ტარიფების შეცვლა. ეს არის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიერ წამოწეული თემა იმ ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ ხელისუფლებაში. გამიგეთ რა? ხო, არა. სხვა ახსნა არა აქ ამას, ამიტომ რაც უფრო ცუდ განცხადებებს გააკეთებენ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, მით უფრო ცუდი იქნება ჩვენი საზოგადოების რეაქცია და ლიმიტი ნდობისა არ არის უსასრულო. მე ეს თემა ზუსტად თემები, იმიტომ შემო კონკრეტულად თავიანთ ესე იგი ზურგზე ჩვენზე რაც მოქმედებს იმ თემებით, მინდა დავანახო ის უპატივცემულობა, რაც რეჟიმს ტარიფების თემა, ეს არის კლასიკური მაგალითი ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებისა ჩვენთან ქართული საზოგადოების მიმართ. ეს არის როგორი პოზიცია, იცი, პირდაპირ გითხრათ. საერთოდ ფეხებზე მკიდიხართ, რაც ჩვენ გვინდა, იმას გავაკეთებთ. აი ეს მე მსმის მე ხელისუფლების ძალიან მაღალი რანგის, იგივეა როგორც ხუდონზეა გადაწყვეტილება მიღებულია, იგი აშენდება, რა აშენდება, როგორ აშენდება, რატომ აშენდება, რისთვის აშენდება. არსებობს ალტერნატიული პროექტები. რაშია საქმე, როდესაც კონცეფციას ვაკეთებდით, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ენერგეტიკული პროგრამა გაკეთებული, რომელიც მიბმულია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. ენერგეტიკის განვითარება დამოუკიდებლად შენ 20% შენი წარმოებული ენერგიისა ჭირდებოდეს მრეწველობა საერთოდ ეკონომიკას და 80%-ს მოიხარდეს მოსახლეობა და ამ დროს ამბობდე რომ მე ახლა უნდა განმოვითარო ენერგეტიკა და თურქეთში უნდა მივყიდო, ესე იგი ჩვენი ენერგო რესურსები, რომელიც ხვალდაძე ჩვენ გვაძლევს შესანიშნავ საშუალებას, რომ თვითკმარი ვიყოთ ამ ხრივ ჩვენი რესურსების გონივრული ათვისებით, ჩვენ ავდგებით და გრძელვადიანი კონტრაქტებით თურქეთის ეკონომიკას ჯერ ერთი ელექტროენერგია პირველადი პროდუქცია არ არის, რომელიც უნდა იყიდებოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ჭარბ ენერგიას გავყიდით კიდევაც, ექსპორტით შესანიშნავია, მაგრამ ორიენტაცია არის ეკონომიკაზე გაკეთებული. ჯერ ეს ენერგია საკუთარი ეკონომიკის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. როცა ეს არ არის,
როცა შენ არა გაქვს თანმიმდევრობა მიბმა გაკეთებული, როცა აკეთებ აი ასე და ვისი ინტერესებია, მოდით პირდაპირ თქვათ ხუდონხეში. რა თქმა უნდა, ცნობილი მილიარდერის რუსი მილიარდერის, უბრალოდ ებრაული წარმოშობის მილიარდერის ინტერესები, რომელიც თბილისში სერიოზულ ინფრასტრუქტურას ფლობს, ხო, სწორედ წყალთან დაკავშირებულ და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთი ჯიქური მოქმედება შენი რომ იტყვიანა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თითქოს და ეს ეკონომიკისთვის არის საჭირო, თითქოს ეს ბიზნესისთვის არის განვითარებისთვის საჭირო, აბსოლუტურად არასწორია და ასეთი ჯიქურობა და რომ იტყვიანა ქვეყნის მოქალაქეების იგნორირება როგორც წესი ცუდად თავდება. ეს ჩვენ უკვე ვიცით 25 წლის განმავლობაში, რომ ის ვინც ვერაფერს აკეთებს ხელისუფლებაში და მასხრად იგდებს ხალხს, ადრე თუ გვიან ისჯება ამის გულისთვის. სააკაშვილს ჰქონდა ფანტასტიკური საშუალება ხანგრძლივად ყოფილიყო ხელისუფლებაში და ძალიან სერიოზული რეფორმა, იმიტომ რომ შეიძლებოდა მე მას თავის დროზე ვეუბნებოდი, რომ შევარდნაძის ეპოქის შემდეგ საჭიროა მოდერნიზაცია ქვეყნის მთლიანად და რა მივიღეთ ჩვენ. როგორ დაუბრუნა ხალხმა ეს ცინიზმი და საკუთარი ხალხის სადმი ცუდი დამოკიდებულება კარგად ვიცით. ამიტომ ეს პროცესი ასეთი იქნება. თემურ გადამრჩენი ყავთ ამათ მომზადებული დიდი ჩინეთი. შენ გახსოვს საუბრობდი იმ თემაზე, რომ თუ კი ამ ქვეყანას ვინმეს ვაჩუქებთ, ვივაქირავებთ. ჩინელები არც მალავენ ამბობენ, რომ 5 წელიწადში თუ მოგცემთ საშუალებას ისეთ ქვეყანას აგიგებთ საერთოდ. მე კიდევ უფრო მეცაც გეტყვით, მე აქ ვყავდა ჩამოყვანილი ძალიან ცნობილი და ძალიან წარმატებული ბიზნესმენი, რომელსაც ახლაც იგი არა, მწვენია ამათ მაგივრად. არა, გეტყვით აგერ რა მითხრა მან, ის ჩინეთის მოქალაქეა, თუმცა გერმანული წარმოშობის პოლონელია. 32 წელია იქ არის მოქალაქე, ძალიან ავტორიტეტულია, თითქმის არც ერთი დიდი ჩინური კომპანია მის გარეთ არ აკეთებს, მის გარეშე საგარეო ოპერაციებს და მან თქვა, ძალიან კარგად იცის საქართველოს შესახებ და თქვენ იცითო, თქვენი რესურსებიო, რა თქმა უნდა ვიცით, როცა ვესაუბრეთ, შვეიცარია ვერანაირი რესურსით ვერ შეედრება საქართველოსო. და ჩვენ გვაქვს აყვავებული შვეიცარია და ჩვენ გვაქვს დაქცევის პირას მისული საქართველო და მან თქვა ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ როგორ თუ კი ანგლოსაქსებმა შეძლეს დაელაგებინათ ქვეყნები, რატო არ შეუძლია ქართველს დაალაგოს. ჩემი გერმანელი მეგობარი, წარმატებული პოლიტიკოსი გერმანიაში ჯერ კიდევ როდის 2002 თუ 2003 წელს აქტიურად იყო ჩამოსული, გახედა, გამოხედა და ასეთი მდიდარი ქვეყანაო და ასეთ სიღატაკეში როგორ ცხოვრობთ. ჩვენო აი თუნუк ის რო არის, რა ქვია, ბანკები და ლუდის ბანკები და Mercedes ვაწყობთო და თქვენ ყველაფერი გაქვთ ახლა. ის უბრალოდ ამას არ მეტყოდა, ხო? ყველაფერი შესწავლილია. ვერც ერთი ქვეყანა კლიმატური პირობებით ვერ მიედრება საქართველოს, ბუნებრივი რესურსები სრულიად ნორმალურია, ადამიანები სრულიად ნორმალური არის მახინჯი მართვის სისტემა, რომელიც ვერაფრით ვერ რატო ამოვიღე ეს ორი თემა ახლა, თუნდაც ენერგეტიკულ სფეროში. ჩვენ ხო გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი არ არის იმ საღდრიშიც. ჩვენ ხო გვეუბნებოდნენ, რომ მარგანეცი რა არის, არაფერი. ჩვენ ხო გვეუბნებოდნენ, რომ წყლები არაფერი არის. ანუ ჩვენ ხო გვეუბნებოდნენ, ზღვა რა არის, ზღვა რას ამბობ. ჩვენ ხო გვეუბნებოდნენ პორტები რა, ამ პორტების მუშაობა როგორ რა სიმუშავებს ეს პორტები. აი მოდით ახლა აგერ თქვა, საიდან ყველაფერი უნდა სხვამ უნდა გაჭამოს და გასვა შენ რისი თავი გა. ესე ამ წითლებმა გვითხრეს ეს და აქ ზოგიერთებმა დაიჯერეს, დემურ ამაშია პრობლემა რა. თითქმის ყველა რაც შენ ჩამოთვალე, უზარმაზარი რესურსის მატარებელია, უბრალოდ არის კერძო ინტერესები, რომელიც ამას არ უწყობს ხელს და თუ გნებავთ იგივე პორტების საკითხში გამოცხადებულია ინტერესის შესახებ 10 სექტემბრისთვის აპირებენ რაღაც გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ იქ ქართველი რომ თქვენ ვაი ბიზნესმენები არიან ჩართული, რომლებიც სპობენ ანაკლიის სპორტის პერსპექტივას, ისეთ უაზრო პროექტზეა საუბარი, რომელიც უბრალოდ დაასამარებს ამ საოცრად კარგი ადგილის პერსპექტივას და ამ დროს
იგნორირება უკეთდება ძალიან მნიშვნელოვან ქართულ პროექტს, რომელსაც ასევე საერთაშორისო აღიარება აქვს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ პროექტის ავტორები და ხელმძღვანელები არიან, ამ რომ იტყვიან ქართულ კერძო ინტერესს, რომელსაც ქართული სახელმწიფოს მომავალი სულ ფეხებზე კიდია, მოდით პირდაპირ ასე ვთქვათ, ვიღაცები ჩამოიყვანეს და უაზრო პროექტია, კიდე გეუბნებით, უაზრო პროექტი, რომელიც არ იძლევა ანაკლიის გამოყენების საშუალებად, მე გეუბნებით, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი. პროექტია ერთი ჩინური, რაც მე ვიცი, რამე განსხვავებული. ჩინელებმა წარმოადგენს პროექტი, რომელიც საერთოდ არ ქვეყანას არ არის, ეს იმდენად ცუდი პროექტია, მე ვნახე ეს, რომ კიდევ რამე კიდე არა, აქ არის კიდევ უფრო არ მინდა ახლა გვარებზე ვისაუბრო, ქართული ერთი ცნობილი. არა, იქ ჩინელებთან იქაც ქართველი ბიზნესმენია ჩართული, ვიღაც ამერიკელები ყავთ ჩამოყვანილი რაღაცეები, მაგრამ ის პროექტიც აბსოლუტურად არ ვარგა და რატომ ხდება ეს მე კარგად არ მესმის რომ გითხრათ სიმართლე. აი თვითონ სტრუქტურულად როგორც ეთყობა ჩვენი სახელმწიფო ვერ დაალაგდა რა საზოგადოება მარიცის ვინ რაზე აგებს პასუხს როგორ უნდა გააკეთდეს რა უნდა გააკეთდეს ამიტომაც თან რა არის ინფორმაცია იმალება მუდმივად აი ერთი თემა ავიღოთ თუნდაც რა ეხლა საქართველოში ბანკების თემა საბანკო სისტემაში რაც ხდება იმიტომ მე ერთი თემა ასე ვთქვათ უბრალოდ თბილისის მერია შევეხეთ იქ და ნარმანიასის გმირობა გამორჩა როდესაც მათ თბილისიდან ვერ განდევნა ელემენტარულად რაღაც ბანდიტური დაჯგუფება რომელიც ნუ სისხლს წოვს ჯარიმებს გვართმევს მე ამ ჯარიმებს აათმაგებს City Park-ზე მაქვს საუბარი ხო City Park-ი საერთოდ არის დაცინვა კიდე გეუბნებით City Park-ი ჩვენ კი არ გვართმევს ფულს City Park-ი თავზე აფურთხებს ქალაქის და საქართველოს სახელმწიფოს მთლიანად სახელმწიფოს აფურთხებს თავზე. სტრუქტურებში ვერ ყვევით რა, რისი უფლება ხალხს ეუბნებიან რომ ვაიმე მაგათ რომ რამე უთხრათ, ნუ იქ ჯარიმები კი არა, უფლება მოვალეობებცა ის შეასრულებინე და საერთოდ იქით დაადე ჯარიმები და პოლიტიკა. მიუხედავად ამდენი რომ იტყვიან საუბრისა, ერთი რამე ვერ აუგრძალეს City Park-ს. მანქანების მუტაცება, როცა ეს მანქანები დგას, ქალაქი არის გადატვირთული. რატომ არ ხაზავენ City Park-ის მესეურები ისეთ ადგილებზე, სადაც მოხაზვა შეიძლება, სპეციალურად არის დატოვებული, რომ შემდეგ მანქანები წაიყვანონ და ესე იგი 10 მაგი გამოგართვან 60 ლარია ხო მე მგონი ესე გადაყვანაზე და კიდე ჯარიმის გადახდა ხო მე წეგი რა ჯარიმა და თუ დააგვიანე თვითონვე გიათმაგებ ჯარიმას 180 ლარს გა ისე ლარში 10 ლარს გასცემს და ასე შემდეგ როგორი პროტესტი თავის სასამართლო აქვს რა როგორი პროტესტიც არ უნდა განაცხადოს საქართველოს მოქალაქე ვიღაც City Park-ი რომლის მენეჯერები სრული თავხედები არიან საერთოდ ფეხებზე კიდიან ხალხის განწყობა, ისინი კვლავ აგრძელებენ იმ ფულის ჯიბეში ჩადებას, რომელიც წესით ქალაქ თბილისის ბიუჯეტში უნდა მიდიოდეს. მოდი ახლა რახან მიყვებით ასე, მივედით ეს ორი თემა, სამი თემა, რატო ამოვიღეთ? ეს ჩვენ უნდა დავგანახოთ დღეს ეკონომიკის სფეროში არ შემდგარი სახელმწიფო რას ნიშნავს. ეს არის პოლიტიკური ნაწილი და ეს უკვე შემადგენელი, როდესაც არ შემდგარი სახელმწიფოა, შემდეგ ასეთ უბედურებები უნდა მოხდეს. ან სახელმწიფო გაქვს, ან სახელმწიფო არ აგვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენ სახელმწიფო არ აგვაქვს, ხოლო ცუღლუტების, თაღლითების რაღაც გუნდი გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფოა და ჩვენ ამას ვიჯერებთ. სანამ ასეთ სისტემაში ვცხოვრობთ, სანამ ტელევიზიით გვატყუებენ, რადიოთი გვატყუებენ, სხვა საინფორმაციო საშუალებებით გვატყუებენ, დაქირავებული საინფორმაციო სფერო, დაქირავებული ესე ვთქვათ მედიის სხვადასხვა სფერო, დაქირავებული არასამთავრობოები, ელემენტარულად ესე იგი სასამართლო არ არის ქვეყანაში, ხო? აი მივდივართ ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, ეს არის საბანკო სისტემა საქართველოში და გადავიდეთ, აი როგორ მოქმედებს ეს საბანკო სისტემა. ეკონომისტების ნაწილი და ანალიტიკოსების ამბობს, რომ ეს არის წმინდა წყლის ეკონომიკური პრობლემა, მაგრამ ეს ბატონებო ასე არ არის, არაერთხელ. არა, ეს პოლიტიკური პრობლემა, წმინდა წყლის პოლიტიკური პრობლემა, როდესაც ქვეყანაში ერთადერთი საგადასახადო ერთეული და საგადასახადო ნიშანი არ არის ლარი, ანუ ოფიციალური სახელმწიფო ვალუტა არ არის. ეს ვინ გააკეთა? ეს გააკეთა საქართველოს ხელისუფლება. ანუ ბანკი ისე უნდა გასცემდეს კრედიტს ლარში. ბანკი
უნდა ინახავდეს კი ბატონო დოლარს, მაგრამ თავის მოქალაქეებზე ეს უნდა გასცემდეს ლარში კრედიტს. ჩვენ უნდა ვალდებულები ვიყოთ არა მარტო ის რომ მაღაზიაში პროდუქტს ყიდულობთ, არამედ კეთილი ვინებოთ თუ სახელმწიფო გვიგნა ჩვენი საკუთრებაც ლარებში იყოს შეფასებული. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი ლარს გაუფრთხილდებოდი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ლარის დევალვაციაში იქნებოდა შემჩეული, ძალიან სასტიკად დაიჯებოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ რახან ნაწილი ესე იგი ვართ, ასე ვთქვათ, პროლეტარები, ნაწილი არის უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც ლართან არანაირი კავშირი არ აქვს და მისი შენახვის ასე ვთქვათ, სუბიექტიც არ არის ეს ლარი და მას ყველაფერი დოლარიზირებული აქვს უკვე და ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი კაპიტალი საქართველოში ლარში არ არის შეფასებული, ამ შემთხვევაში რა გამოდის? ის არავის არ ჭირდება ამ ბაზარზე ელემენტარულად და შესაბამისი შედეგებიც არის. ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის მხოლოდ ძარცვის მექანიზმი. აიღო დღეს ბანკმა, უნდა გაყიდოს. აიღო, უნდა გაყიდოს, ანუ უნდა გავყარსოს ის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ესე იგი საბიუჯეტო ორგანიზაციები, ჩვენი ჯანდაცვა იქნება ეს თუ რაც არის წვრილი მეწარმეები და შედეგებზე მე ყველა ამ ადამიანებმა უნდა პასუხი ვაგოთ. და ერთი რამ კიდევ საბოლოოდ რაც მინდა გითხრათ, რომ მარტო საბანკო სისტემის დანაშაული ეს არ არის. ეს ჭირდებოდა ამ ხელისუფლებას, ჭირდებოდა იმისათვის, რათა პოლიტიკურად გადარჩენილიყო 5 მილიარდიან, ანუ დე-ფაქტო ვალუტაში რო გადათვალოთ 9 მილიარდი ლარი. ეს იყო 1 ლარი და 75 ლარი და 80-ზე, ხო? ასე იყო შეფარდება, ეს იქნებოდა 5 მილიარდიანი ბიუჯეტის შესასრულებელი დოლარებში. რასაც ესენი ვერ შეასრულებდნენ ვერანაირად. ამიტომ მათ მოაწყვეს მთელი ეს ცირკი, მოაწყვეს ლარის დევალვაცია და დღეს არის უბრალოდ იმაზე თუ ვინ ჩაიგდებს ბანკების კონტროლს ხელს. ესეც პოლიტიკური საკითხია და არანაირად აქ ასე ვთქვათ, მე არ ვთვლი რომ არაფერი არ შეიცვლება. ხო, არაფერი არ ეხლა მეჭეური რა შეცვლის თუ თავი აქვს ესენი დააყაჩაღებენ ელემენტარულად, მეტი არაფერი არ იქნებოდა. შენ როგორ ფიქრობ დემურ ამას? ეხლა ის რომ საბანკო სისტემა ხელისუფლების მიერ იქნა აგებული ასეთი მახინჯი ფორმით, ეს არის ერთადერთი სტრუქტურები, რომლებიც ფუნქციონირებენ მთელი ეკონომიკის განადგურების ხარჯზე. ქართული საბანკო სისტემა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც აფერხებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. მახინჯი კანონმდებლობა, დომინირება ამ სტრუქტურებისა, არაპროფილური აქტივების ფლობა წლების განმავლობაში, რომელიც ახლა აეგზალათ, მაგრამ როგორ მოხდება ამის რომ იტყვიან ჩამოცილება ბანკებიდან ჯერ კიდევ გაუგებარია. ეროვნული ბანკის საშინელი პოლიტიკა და მომსახურება კომერციული ბანკებისა და არარეგულირება ცივილიზებული წესი. უნივერსალური საბანკო სისტემის აგება, ეს უკვე რეფორმატორების უდიდესი შეცდომა იყო, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ არაკონკურენტული გარემო შეგვექმნა, ჩვენ შეგვექმნა მსხვილი ოლიგარქიული სტრუქტურები, რომლებიც ყველა ბიზნესში არიან, სადაც კი ისინი კონკურენტებს არ დააფინანსებენ არავითარ შემთხვევაში, ხო სწორია, ფული ქვეყანაში არ არის და არ იქნება უახლოეს წლებში. ამას პირობას გაძლევთ, რომ არანაირი ფული ქვეყანაში არ იქნება. არასანდო პირობებში ლარის ყოფნაც კი ბაზარზე ძალიან სახიფათოა. ძალიან სახიფათოა, მეორე კანონმდებლობა, რომელიც დღეს რა ყველაფერი მნიშვნელოვანი თუ რაიმეა ქვეყანაში იყიდება დოლარზე, ხო სწორია? ლარი არ არსებობს, დოლარის მიმოქცევა თავისუფალია, ამიტომ ეს ყველაფერი ხელოვნურად არის შექმნილი, არ შეიძლება ოდნავ მაინც საქმის მცოდნე კაცმა არ იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულ ვალუტას აზრი ეკარგება, იგი წარმოადგენს რაღაც გაურკვეველ ერთეულს, რომელიც საჭიროების და მიხედვით გამოიყენება და არა როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. როგორც სახელმწიფო. ეს არ არის კონკურენტული გარემო, ნახეთ რა შეასაქმე, არა მარტო ბანკებზეა საუბარი. რამდენი საუბარი იყო იმისზე, რომ ანტიმონოპოლური სამსახური შექმნილიყო, ხო? ანტიმონოპოლური სამსახური შეიქმნა, ვითომ მაგრამ მისი არსებობის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. ესე იგი, რა კი არ არსებობს პოლიტიკური ნება, ბუნებრივია სამსახური არ იმუშავებს. ეხლა ბანკების ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში იქნება თუ მის გარეთ იქნება, პრობლემა არ იქნება. ეროვნული ბანკი არ ასრულებს ზედამხედველის ფუნქციას, თორე
ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შესანიშნავად შეიძლება ბანკების ზედამხედველობა განხორციელდეს, ხო? ეხლა აქეთ რო გამოვა, ამ მოუწყობელ ქვეყანაში გაჩნდება ახალი ხალხი, ვინც ეროვნული ბანკის პირდაპირ ამ პოლიტიკურ ჯგუფს უნდა ხელისუფლება, საბანკო ხელისუფლება, ფინანსური ზეგავლენა. ამიტომ რას ვიღებთ ჩვენ კონსენსუსიც კი არ არიან თანახმა პრეზიდენტთან, რათა ერთად წარმოადგინონ ახალი ხელმძღვანელი საბანკო. ესე იგი, საქმე რაშია? ჩვენ ფაქტიურად პრობლემა არ გვეხსნება. ბანკები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ სერიოზულ ზედამხედველობას და ჩვენი მიზანია, რომ იგი კონკურენტულ ღია გარემოში მოქმედებდნენ, ამის ნაცვლად ხდება პოლიტიკური დაპირისპირება. და თან რა ფონზე, თან რა არის იცი, ახლა გადავდოთ რა განცხადებები გააკეთა იქ პრეზიდენტის თანაშემწემ, რაშიც არ ვეთანხმების, არ მაინტერესებს, მაგრამ თან რა გაფრთხილების ფონზე, რომ სოფლიო სავალუტო ფონდი აფრთხილებს, ხომ? ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი. მაგ გაფრთხილებები მთლად სწორი არ არის, როგორ არა, გასაგებია, ვიცით რომ სწორი არ არის, მაგრამ რატომ აფრთხილებს ამის მიზეზი მინდა უთხრა. ისინი ხედავენ, რომ ეს არის პოლიტიკური ინტერესების სფეროში შეყვანა. ისინი სხვა ბევრ რამეს უშვებენ შეცდომას, ისინი მოქმედებენ პოლიტიკური სიმპათიის ფარგლებში. რა თქმა უნდა, იმ თემაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ესეთ ამათი საგარეო პოლიტიკა, ეს მაშინ გადავდივართ საგარეო პოლიტიკაზე, არაერთხელ მისაუბრე ამ თემაზე, თუ რა უმძიმესი სიტუაციაა, ახლა მაშინ ამერიკის უნდა განვიხილოთ შეხედვაში ძალიან არაადეკვატური, მაგრამ ხედავთ რომ ვერ ალაგებენ სიტუაციას და ამ დაულაგებელი სიტუაციიდან ერთი უმძიმესი განცხადება, მეორე უმძიმესი განცხადება, მესამე და საფუძველი რა არის? ბანკი რეუნება ელემენტარულ რამეს. ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც არის ამ შემთხვევაში სააკაშვილი ბანკირების ლობისტი, რას ეუბნება? ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელი რომელიც არის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველოში, ხელისუფლებაში იღებს ყველა ბანკზე კონტროლს. ამ შემთხვევაში ეს სოფლიო სავალუტო ფონდი უბრალოდ იძულებულია რეაქცია გააკეთოს. გამიგეთ ეს საზოგადოებას თუ არ განუმარტეთ, ჩვენ მაშინ სოფლიო სავალუტო ფონდის, სოფლიო ბანკის თუ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის ქმედებებს ვერ აუხსნით და შედეგად გვეუბნება რომ ძიმე იქნება, ანუ ქვეყანაში დოლარიზაცია ქვეყნის ანუ საინვესტიციო პროექტებში ხო აშკარად მოიკლებს დარწმუნებული ვარ და შესაბამისი რეაქციებიც იქნება. ამიტომ არის ეს ძალიან სახიფათო. მე ვფიქრობ რომ საფრთხეები ბევრნაირია. პირველი დიდი საფრთხე ის არის რომ ეს დაპირისპირება ხელისუფლების შტოებს შორის პრინციპში არ არის სასურველი. ეხლა ამ 2 დღის წინათ საქართველოს ეკონომიკის და დგადი განვითარების მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა შესანიშნავი მოხსენება გააკეთა იმ პროექტებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს განვითარებას და მომავალს. მე ვერ გეტყვით, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ პროექტების განხორციელება, მაგრამ როგორც მიდგომების თვალსაზრისით, ისე მასშტაბურობით ძალიან კარგად ჩამოაყალიბა და ვფიქრობ, რომ გარდა გარკვეული ნიუანსებისა, პრინციპში მიდგომა სწორია და კარგი ხედვებია და იგივე მიმართულებებზე ვსაუბრობდით ჩვენ, როდესაც კონცეფციას ვაკეთებდით, ეს უბრალოდ სხვა სიტყვებითაა, სხვანაირად. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ასე რომ რა რიცით, რაღაც კარგი კონტურები ჩნდება ქვეყანაში. ბაზარი შესაქმნელია, ფასიანი ქაღალდების ბაზარი არის. და რა რიცი, კომპლექსური მიდგომის გარეშე არ გამოვა. ამ რეფორმებს თუ აკეთებ, მაშინ ბუნებრივია საბანკო სისტემას მაგრამ იგივე ამ სამინისტროსთან კითხვა არის ასეთი, ბაქო ჯეიჰანიდან რამდენი უნდა რჩებოდეს ქართულ სახელმწიფოს? ეს ყველაფერი წერია იმაში, რა ქვია, ხელშეკრულებაში საიდუმლო არ არის ნამდვილად. საიდუმლო რო არ არის 50 მილიონი რო რჩება წელიწადში, ეს როგორია დემო? არა, ისინი ჩვენ გვაძლევენ გარკვეულ უფასოდ, გარკვეულ არა, მე ნავთობზე გეუბნები, ნავთობპროდუქტზე გეუბნები ბაქო ჯეიჰანზე ზუსტად. ხო, არა, მაგას გეუბნები, მე მანდა არის ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს საშუალება რაღაც შეღავათიანი შეძენების. არა, ეს არის გაზი და ნავთობზე მხოლოდ 50 მილიონი არის მოჭრილი და იქ ეს არის სერიოზული პრობლემა, ჯერ ვითომ, მაგრამ ამათი პრობლემა არის. ყოველ შემთხვევაში რაც ბიუჯეტში უნდა მიდიოდეს, როგორც ტრანზიტიული ქვეყნის თანხა, ის არ მიდის. ეს სხვა საკითხია. კარგი, გადავიდეთ ახლა ერთ-ერთ კიდევ ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საერთოდ ჩვენი ყოველდღიურობა პოლიტიკურ სისტემაში, იმიტომ რომ
ვერც ერთი პოლიტიკური პარტია მე მინდა რაზე როგორი კითხვა და ვერ იქნება, ვერ მოქმედებს, იმიტომ რომ არ არსებობს ბაზისი, ეკონომიკური ბაზისი, რათა პოლიტიკური სისტემები შეიქმნას. დაინტერესებული მხარეები არ არსებობს თავისუფალი ბიზნესი, ხო, აქამდე მივედით, არსებობს მონოპოლისტური ბიზნესი და შესაბამისად ვერ იქნება პოლიტიკური გაერთიანებები. აი, საზოგადოებაზე რომ გადაგვაქვს ამის შემდეგ ჩვენ ისრები და ვამბობთ, რომ საზოგადოება რაში არის სუსტი, თუ კი პოლიტიკური ელიტა ქვეყანაში არ არსებობს და პოლიტიკური ელიტა ქვეყანაში ვერ შეიქმნება. პოლიტიკური ელიტა საქართველოში არსებობს, მაგრამ ეს ელიტა არის კომპრადორული. ანუ ის არის მოვაჭრე გამყიდველი, რომელიც საკუთარი რესურსებს უცხოელებზე ყიდის და ამისთვის იღებს თავის სარგებელს. ამიტომ ეს ისტორიული ავადმყოფობა პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის კომპრადორულობის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და ის პრობლემა, რაც მე გითხარით, პოლიტიკურ ბაზარზე არ არსებობს პროგრესული ძალები, რომლებიც ჩაანაცვლებენ. და საზოგადოებამ რა ქნას? საზოგადოებამ რა ქნას და ერთადერთი თუ უნდა რომ მომავალი არსებობდეს, უნდა ქნას მარტივი რამ, რასაც ვამბობ, თუ გაშინებთ საკუთარი შვილების და ოჯახების მომავალი, მოდი ერთმანეთთან მოვძებნოთ გზები და ჩვენი მარტივად დაალაგდება ყველაფერი. აი ეს არის სისტემური ზუსტად ცვლილებების აუცილებლობა, როდესაც ქვეყანა სჭირდება, როდესაც საჭირო არის. მოვიცინეთ აი მარტივ რამეს რეფორმები. ეხლა რომ გითხრათ უფრო სხვა ენაზე. მაგრამ შენ რო სისტემური ცვლილებები, აი გადავატრიალებ დედამიწასო თუ კი საყრდენს მოცემ. აი გეტყვი, მოდი ასე გავაკეთოთ. დავიწყოთ მარტივი რამიდან. თუ კი დაუშვათ რომელიმე ქალაქში. ქალაქში მაცხოვრებელი სახე ადამიანები იტყვიან. მოდი შეიკრიბებიან და იტყვიან. აი ჩვენ გვერდით გაიზარდა ბებიას ვიცნობთ, ბაბუას ვიცნობდით, დედას, მამას, სკოლაში როგორი იყო, ინსტიტუტში, ხოსორია როგორი ცხოვრა, რა გააკეთა საზოგადოებისთვის. მოდი ერთი წესიერი ადამიანი შევარჩიოთ, მივიდნენ და ეტყვიან, რომ შენ იქნები ქალაქის მერი, ჩვენ დაგიჭერთ ხარს. შეუძლია ვინმეს პოლიტიკურ ლიდერს ან და ვიღაცას თუ გინდათ პოლიტიკური ხელისუფლების კიდევ უფრო მაღალ პირს რაიმე უკარნახოს ქალაქის მოსახლეობას, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს კაცი უნდა იყოს ქალაქის. თეორიაში მართალი ხარ, მაგრამ პრაქტიკაში საქმე პრაქტიკაშიც გეტყვი. სანამ კიდე მოდი დავალაგოთ რა. სანამ შენი მეზობელი, რომელიც იმ გამყალბებელ საარჩევნო კომისიებში ზის. უკვე წლებია. ატყუებს საკუთარ მეზობლებს, იღებს პირად სარგებლებს, სანამ მას არ შეექმნება საფრთხე, რომ მისი მეზობლები სახკარს გადაუწვავენ, მიხმით ხო? ეგ უკვე რევოლუცია. არა, ეს რევოლუცია, ეს არის მენტალური რევოლუცია. სანამ შენ შეგიძლია თამამად ათაღლითო შენი მოსახლეობა, აყალბო არჩევნები, იქიდან კიდე პრემიები მოგცენ, ხო იცით როგორ პრემიებს მიგებენ, ხო? მე და შენ მოგვატყუეს მეთქი, რითი დავიწყე. არა, არ მოგვატყუეს. თაღლითურად მოიქცნე ჩვენთან მიმართებაში. დანარჩენ საზოგადოებას რა. მე ვხედავდი რაც იყო და არა, მე ვხედავდი ზუსტად, მაგრამ თაღლითობის ამ დონეს შენ ითვალისწინებ. ყველაფერი გათვალისწინებული. არა, ჩემთვის არ იყო ეს გათვალისწინებული. ამიტომ რა რიცით, მოსახლეობას აქვს სანამ ერთმანეთის მიგდით ხო? რითი ტრაბახობდნენ გამყალბებელი საარჩევნო კომისიის წევრები. რითი ხო იცით, რითი ხო? არეშინოდან. შეგვიძლია შენი მეზობლები, შენი ქალაქი მოატყუე, ფული აიღე ამაში, მომსახურებაში, სიყალბის და დადიხარ ამაყ კოორდინატორებთან ერთად. ხო? ეს არის საზოგადოება. გამიგეთ არა? როცა ასეთ ადამიანებს უდიდეს ზიანს მიაყენებენ და სანამ ეს არ იქნება და სანამ ჩვენ მიამიტორად ვიქნებით შანსიანი, შნოიანი ბიჭების რომ იტყვიან, ხო იცით, ესე იგი თანამდებობაზე რომ კარგად საკუთარ საქმეებს ატარებენ და ჩვენ უყურებ და უხრახ შნოიანი. მე ვთქვი დღეს გუშინ იმის წინაც რა სომეხი ახალგაზრდობი შურს, იმიტომ რომ იმათმა უიაფესია მანდ ელექტროენერგია. აქ იტყუებენ რომ თვითონ და უძვირესია. უიაფესია დრამებში, მაგრამ დრამებში მოემატა და იმის გამო რომ ჯიბიდან ამოღება უწევს. მე ძალიან კარგად ვაკეთებ. ქუჩაში 10,000-ობით ახალგაზრდა გამოვიდა ზუსტად ეს ჰაი-ჰარალეს დამოკიდებულება ქართველებს ბიუჯეტი ხოჩვენი გახდით სომხეთში ლექციებზე, სხვათა შორის ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ხალხთან საუბარი. სომხური მოვლენები
სულელურად გააშოქა ქართულმა მედიამ. გამიგეთ რა? ხო იცი, მელას რაც ელანდებოდაო, ის ხო, სინამდვილეში სულ სხვა პროცესები იყო. ჩვენ ისე უპასუხისგებლოდ ვეკიდებით მეზობლებთან ურთიერთობას და იმდენად არ გვინდა გავიგოთ, ხო, ჩვენ ასე გონია სომეხის სულელია თუ რაიმე. სომხებმა ძალიან მარტივად გვითხრეს პირად საუბარში. ყველაფერი დროებითია ამ ქვეყნად, ჩვენი მთავარი მიზანია შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. აბა ერთი მითხარით ქართული პოლიტიკურ ელიტაში, ვინ ფიქრობდა 90, 95, 2000, 2010 და ასე შემდეგ წლებში რაიმე განვითარებულიყო ქვეყანაში და რაიმე შენარჩუნებულიყო. ვინმე ფიქრობდა ამის თაობაზე? არა ის ხუშტური, ის ლოზუნგები, ის პოლიტიკურ ელიტაში მაგ საკითხზე არც ფიქრებდნენ, იმიტომ რომ მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ აი შენ რომ ამბობ ხუშტურების გამოხდებოდა. ერთადერთი მიზეზი ამის არის სიხარბე. სიხარბე უცოდინარობა, რომელიც ერთმანეთს ემატება და საკუთარი სიბილწე ადამიანის, რომელმაც ეს ჩაიდინეს ქვეყანა ამ დონეზე მიიყვანეს. ხო, ჩვენ რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ. ჩვენ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, გავიმეოროთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა. აი რეალობის შეცვლა, როდესაც ჩვენ შეგვეძლება, მაშინ ეს სახელმწიფო იქნება ძლიერი. მე ვფიქრობ, რომ ქართულ ხალხს და ჩვენც როგორც ამ ნაწილს შეგვიძლია რეალობის შეცვლა. კი, მეც ასე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია რეალობის შეცვლა, უბრალოდ არ უნდა შევეგოთ ახლა არსებულ სიტუაციას. მე უბრალოდ ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდი, რომ ასე თუ ისე რაღაცა სინდისის ელემენტარული რაღაცა იმედი მქონდა ყოველ შემთხვევაში ამისი, რომ მათ სინდისი შეაწუხებდათ რაღაც მომენტებში მუხრუჭს მიცენდა, მაგრამ მოდი დღეს კოალიცია არის ხელისუფლებაში. შენ რაიმე განსხვავებას მოქალაქეთა კავშირის აზროვნებაში და დღევანდელი კოალიციის ყველაზე ეგრეთ წოდებული თითქოს პროგრესული პოლიტიკა ხო არის ხელი რატომ მისვავ ასეთ პროვოკაციულ კითხვას ადემო? ჩვენ ესე ხალხი ვიცით ძალიან დიდი ხანია. ხო და რო ვიცით არა ადამიანები ნუ ელემენტარულად გამოცდილები არიან, გაიარეს იციან. შედეგი არიდება ხო? შედეგები იციან რაც მოელით, შედეგები ამაზე ყოველდღე ვეუბნები. რატომ გონიათ რომ პატიოსანი ადამიანი საქართველოში ასე არის დასუსტებული, რომ აქ სიტუაციას ვერ გადატეხავს. მე დარწმუნებული ვარ რომ ჯერ ამათ იმედი აქვს რომ ვერ გადატეხავს. ახლა მე 4 სფერო ავიღე, ხო შეიძლება მე-5, მე-6 დავამატო, ხო? უამრავი სფეროები კიდევ რაც მინდა იქ ფარმაცევტიკა, მოპოვებითი მრეწველობა, რითაც იძარცვება ეს ქვეყანა, ხო? ელემენტარულად ერთი იმას რუსთავის ქარხანაზე მეტალურგიულზე რაღაც დაპირისპირება იყო, ხალხი მოწამლეს, ააფეთქეს და იმის შემდეგ იმ თემაზე საუბარი მორჩა, ხო? წყლის თემაზე ამ ქვეყანაში დამთავრება ხმას არავინ არ იღებს, რა ხდება ბორჯომში, რა ხდება სხვა. აი უზარმაზარი თემებია, რო იტყვიან აი ცურავთ იმ ოკეანეში და ცურვა არ ვიცით. ცურვას ვერ ვსწავლობ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება სასიკეთოდ იცვლება, ამას დრო უნდა ცოტა 2016 წლის არჩევნები რა თქმა უნდა სრული უიმედობა არაფერი არ იქნება, გამორიცხულია. არა, მე 2016 წლის არჩევნებს უყურებ როგორც ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპს. ეს იქნება თუ გახსოვთ მე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ვამბობდი, რომ იმ მარაზმიდან გამოსვლას 2-3 გადასვლა მაინც დაჭირდება. ერთი გადასვლა გადასვლა უკვე იყო, რა თქმა უნდა, არაფერი ვერ მოხდებოდა რადიკალური, მეორე გადასვლა და აი მე ვფიქრობ, რომ 2020 წლისთვის ქართული საზოგადოება ცოტა უფრო სხვანაირი იქნება. ჩვენ საზოგადოებას რო შეეძლოს ამ გადასვლების ციკლი შეემცირებინა და დაუშვათ ჩარშან უკვე ერთი არჩევნები დღეს რადიკალურად სხვა პარლამენტი იქნებოდა და აი 2 წლის შემდეგ უკვე რადიკალურად სხვა ერთი წლის შემდეგ რადიკალურად სხვა. გაიცათ არაფერი არ იქნება ისეთი რადიკალური ცვლილებები. მე გეტყვი, აი მოგიდა დავნიძლავდე დემო რომ სერიოზული იმიტომ რომ მე ერთი რამ ვიცი რომ ამ პროპორციებით ეს შემადგენლობა იქ ვეღარ იქნება. ეს უკვე ეს შემადგენლობა სულ არ იქნება, ამაზე არ არის, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის განახლება 2016 წელს ვერ მოხდება. ამაშია საქმე, სპექტრი არ განახლდება. პოლიტიკური სპექტრი დღეს ისეთია, რომელსაც პოტენციალი განვითარებისა არ გააჩნია. აი ნახეთ, იგივე დასავლური ორიენტაციის პარტიები. იდეოლოგია ვერ ისინი შეიძლება ტელევიზიით ვიღაცაზე ახდენენ ზეგავლენას. დემო რა არ არის აქ დასავლური ორიენტაციის პარტია საერთოდ და მათზე საუბარი საქართველოში. აქ საუბარი იმაზეა, რომ ახალი ძალები შემოსვლა დაიწყება. აი ეს პროცესი როგორც დაიწყება. თავარი რა არის? ფსევდო მე ერთ რამეს ვაკეთებ.
ვაკეთებ ამ ტელევიზიით და ჩემ მეგობრებთან ერთად. ფსევდო დასალურ ძალებს დემო მე საქართველოში ვეღარ დავუშვებ. ეს არის ჩემი პირადი პრინციპული პოზიცია და იცის უსუფაშვილმა რომ ეს ასე იქნება. ამიტომაც ამ შემადგენლობამ ფსევდო დასალურმა ძალებმა გააჩერეს რადიო. სადამდე გააჩერებენ სექტემბერში, მაინც სექტემბერში დაიწყებს მუშაობას, ოქტომბერში გამოვჭამთ. ოქტომბერში დაიწყებს ნოემბერში. ვერ გადარჩებია. ერთი ორი პოლიტიკო, ესე იგი რა მოხდა, განსხვავება რა მივიღეთ. ჩვენ ნერვების და ხარჯზე სიტყვის თავისუფლების საშუალება მოდივით რაც შეიცვალა ის თქვა ადამიანის უფლებებში მივხვდით იმის რომ თავის პოზიციებს ესენი ვერ იცავენ. დიდი ძურა მოხდა. ეს უკვე საქმეა. რა თქმა უნდა იმ ყაჩაღობის და ბანდიტობის შემდეგ ეს დიდი ძურა არის აქ ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ის იყო კატასტროფისკენ მიმავალი გზა, რომელიც სპობდა საერთოდ სახელმწიფოს არსებობის პერსპექტივას. ჩვენ აი ნორმალურ პირობებში ხა ასეთ მარაზს ხო არ დაუშვ. ჩვენ ტელევიზიას რო ელემენტოდ მასშტაბები ქონდეს. აი ამ მარაზს რა იმ თემებს, რაზეც ვისაუბრეთ, იმ ძარცვის თემებზე, ხომ არ დაუშვებდით ელემენტარულად. ვერც ერთი მთავრობა ამას ვერ გაბედავდა. ვერც ერთი თბილისის ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებდა სკამს. ეს ხო ელემენტარულია. ეს ყველაფერი არის, მოდი ასე ვთქვათ, ადამიანების განწყობაზე დამოკიდებული. ისევ და ისევ მე ვამბობ მარტივ რაიმეს. სანამ არ შეგაშინებს შენი ოჯახის და შენი შვილების მომავალი, მანამ შენ იქნები სხვისი გავლენის ქვეშ, სხვის ხელს მიჩერებული და იფიქრებ იმას, რომ აი ვიღაცა მოვა და გააკეთებს. არავინ არ მოვა. გინდათ კარგად ყოფნა, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა მოვიყვანოთ ის ხალხი, ვისაც გარკვეული დროის განმავლობაში ექნებათ მანდატი ხალხისგან და გააკეთებენ იმას, რაც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. სხვა იმედები არის ილუზია. ბოლო ილუზია 2016 წელს კიდევ ერთხელ მოტყუდება ჩვენი ხალხი და კიდევ ერთხელ დაუშვებ შეცდომას, მაგრამ საზღვარია ყველაფერს და ეს ილუზიაც დასრულდა. ახლა კარდინალური განსხვავება გვაქვს, იმიტომ რომ მე ვთქვი, რომ არსებობს უკვე საინფორმაციო სივრცე. არსებობს. ეს არ არის 2012 წელი. ეს საინფორმაციო სივრცე ამ 4 წლის დარჩენილ წლინახევრის განმავლობაში უზარმაზარ საშუალება მიაწვდის საზოგადოებას დასტუჩაცა რო ეტყვიან რა მოჟნა. ეს არის აუცილებელი თითო ადამიანიმდე მივიდეს ის განსხვავებული დიდი ბოდიში, მაგრამ ზოგიერთი ფსევდო ოპოზიციური ტელევიზიები რო ქონდა ფსევდო პარტიებთან ერთად და ფეხები სადეწყოთ კიდევ ღმერთმა უწყის ხო იმის გამო რომ ის შეენარჩუნებინათ. მე იმაზე არ ამბობ. დღეს არის აბსოლუტურად მართლაც და შეცვლილი ამ მიმართულებით სიტუაცია რა. ამიტომ გეუბნები დემურ იქნება ხო დაუჯეროთ ახლა ერთმანეთს დემურ მაგაში მაინც შევთანხმდეთ და საზოგადოებას ამ იმედს მაინც უნდა ვართმევთ, მით უმეტეს რომ ეს იმედი ილუზორული არ არის, აი ჩვენი გადაცემაც ერთ-ერთი ამის ნიმუშია, მაგალითია რომ რაღაც შეიცვალა ამ ქვეყანაში და ცვლილებები იქნება და სანამ დაუშვათ რადიოს ავამუშავებდეთ, მანამდე ეს ტელევიზია არ ვიცი ახლა რა ძალებით მუშაობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამუშავდებულ, მაინც ავამუშავებთ. რადიო რომც გაგვიჩერონ, ხო? აი პროცესებს ვერ გააჩერებენ და დარწმუნებული ვარ, ვერ გააჩერებენ და ჩვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მე მგონი საინტერესო გადაცემა იქნება და შევეცდებით სულ ასე საინტერესო ინფორმაციებზე ვისაუბროთ იმ თემატიკაზე, რაც გვაწყობს.